მოგესალმებით, ძვირფასო აბიტურიენტებო, ვიწყებთ მათემატიკის მეორე გაკვეთილს. დღეს ვილაპარაკებთ პირამიდაზე. პირამიდა არის მრავალწახნაგა, რომელიც შედგება ფუძისგან. ფუძე არის n-კუთხედი, სადაც n შეიძლება ნებისმიერი რიცხვი იყოს 3-დან დაწყებული და სასრულობამდე, რა თქმა უნდა, ნატურალური რიცხვი და დანარჩენი წახნაგები წარმოადგენენ სამკუთხედებს და ყველა ეს სამკუთხედის საერთო წერტილი არის პირამიდის წვერო. აი, აღნიშნული არის ესით. რა თქმა უნდა, პირამიდს ასევე გააჩნია სიმაღლე, ესე იგი, მანძილი წვეროდან ფუძემდე, აი ამ სიბრტყემდე, რომელიც შეიცავს ფუძეს. ამ შემთხვევაში წახნაგი ფუძეს ეკუთვნის, შეიძლება რა თქმა უნდა ფუძის გარეთ იყოს, ისევე როგორც სამკუთხედში, ხო, ხშირად სიმაღლეს როცა დავუშვებთ, გვერდის გაგრძელებაზეა. პირამიდა არის, როგორც გითხარით, მრავალწახნაგა და დღეს ვისაუბრებთ პირამიდას მოცულობაზე. სანამ დავიწყეთ პირამიდას მოცულობაზე საუბარს, გავიხსენებთ კავალიერის პრინციპს. გახსოვთ, წინა გაკვეთილზე ქონდა ესეთი საკმაოდ კარგი ვიზუალი, შესაძლოა ქართველი ახალგაზრდა მათემატიკოსის გაკეთებული. აი ნახეთ, წარმოვიდგინეთ ორი სიბრტყე, აი ეს ზედა და ქვედა სიბრტყე და რაღაცა გეომეტრიული ფიგურები, ხო, სივრცული ფიგურები, რომელიც ესაზღვრებიან აი ამ ზემო და ქვემო სივრცეს. სხვადასხვა ფორმის არიან, განზრახ შევარჩიე სხვადასხვა ზომის და ესეთი პრინციპია კავალიერის. თუ კი კვეთები, ამ შემთხვევაში ზედა კვეთა, ქვედა კვეთა და ასევე სადღაც ამ სიბრტყეების შორის გავლებული პარალელური სიბრტყე, რომელსაც კვეთს ამ ფიგურებს, კვეთების შეფარდება არის პროპორციული, ანუ ეს 1 გაყოფილი ეს 2-ზე, ეს 3 გაყოფილი ეს 4-ზე, ეს 5 გაყოფილი ეს 6-ზე და სხვა რო გავალოთ ეს 7 ეს 8, ესე იგი შესაბამისი კვეთები მარცხენა ფიგურის და მარჯვენა ფიგურის არის ერთი და იგივე, შესაბამისად თუ შეფარდება არის მუდმივი და უდრის კას, მაშინ ეს კ არის ასევე მოცულობების შეფარდება. ესე იგი გამოდის, რომ 100 მოცულობას რო შევაფაროთ b-ს მოცულობას, გამოგვივა k. ნუ ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ რადგან 100 მოცულობა აშკარად უფრო პატარაა, k შეიძლება ცხადია იყოს r-ზე ნაკლები. რა თქმა უნდა, დადებითი რიცხვი 0 და 1-ის შორის. მე რო შემედარებინდა b 100-თან, რა თქმა უნდა, რიცხვი იქნებოდა r-ზე მეტი. ეხლა დავიწყოთ პირამიდის მოცულობის განხილვა. აი, შევხედოთ სამ პირამიდას. ეს პირამიდა არის იდენტური და მათი ძალიან საინტერესო თვისება ის არის, რომ როცა ეს სამი პირამიდა შეერთდება, ის შეერთდება კუბში. აი ეს ფიგურა არის კუბი. დააკვირდით აი ახლა ამ კუბს. სამივე პირამიდას აქვს საერთო წვერო, აი ეს ზედა წვერო, სადაც ეს ყვითელი, წითელი და ლურჯი ფერები ერთდება და როგორ ყვეთ კუბს, როგორ ყოფთ კუბს სამ ტოლ იდენტურ პირამიდად. ერთი წვეროდან ჩვენ გავავლებთ დიაგონალებს, ჯერ წახნაგების დიაგონალებს, ესე იგი წითელ ყვითელს, წითელ ლურჯს და ყვითელ ლურჯს, რომელიც აქ არ ჩანს, რადგან მარცხნივ არის. და ასევე მთავარ დიაგონალს. ესე იგი რომელიც აქ მკრთალად არის, რომელიც აერთებს მოპირდაპირე წვეროებს. და იშლება შესაბამისად კუბი სამ პირამიდად. მასშტაბად ჩვენ შეგვიძლია ახლა დავტოვოთ ერთი პირამიდა და რა თქმა უნდა, რადგან კუბის მოცულობა, მოდი აი კუბის მოცულობა გავნიშნოთ აი ესეთი. კუბი არის a კუბი, ბუნებრივია რომ აი ამ პირამიდის მოცულობა იქნება, მოდით აღვნიშნოთ v0-ით, იმიტომ რომ ეს მოცულობა დაგჭირდება უკვე შემდგომ მსჯელობისთვის. შესაბამისად, პირამიდას მოცულობა იქნება კუბის მოცულობის მესამედი, რამე თუ ეს სამი იდენტური პირამიდიდან შედგა ჩვენი კუბი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოცულობა 1/3 a კუბი. ეხლა ჩაუტაროთ ამ პირამიდას შემდეგი ექსპერიმენტი. დღევანდელი კომპიუტერული გრაფიკა ყველაფერის საშუალებას გვაძლევს. გავწელოთ ერთ-ერთი წახნაგი, ვერტიკალური წახნაგი, რომელიც წარმოადგენს ამ პირამიდის სიმაღლეს. ხო, ხვდებით, წინა პირამიდა იყო, რა თქმა უნდა, არა ზოგადი და ძალიან სპეციფიური, იმიტომ რომ ჯერ ერთი ყველა ეს კუთხე, რომელიც მწვეროსთან არის, კუბის წვეროსთან, ქვემო წვეროსთან არის მართი კუთხე, ჩვეულებრივ პირამიდაში ეს ზოგადად არ ხდება და ასევე აი აქ სიმაღლე არის გავლებული, რომელიც ცალკე არის. აქ სიმაღლე წარმოადგენს ერთ-ერთ წიბოს. ცხადია, ეს არის სპეციფიური პირამიდა, ამიტომ რაც ამ პირამიდაზე ჩვენ ვაჩვენებთ, განზოგადოება ყველა პირამიდაზე არ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში ფრთხილად უნდა ვიყოთ ძალიან, როდესაც რაღაცას განზოგადოებთ. მოდით ახლა შევადაროთ და გამოვიყენოთ კავალიერის პრინციპი, აი ესე თქვა ძველი პირამიდის, ჩვენი თავდაპირველი, რომელიც მოცულობა არის v0 და აი ამ ახალი პირამიდის, მოდი დავაშკოთ შესაბამისად h პირამიდა, h პირამიდა და a პირამიდა. კავალიერის პრინციპის მიხედვით, ხო, მოდით შევადაროთ ჯერ
აი ეს წახნაგები გვერდული. ადვილი საჩვენებელია, რომ რადგან აი რთულია ზოგჯერ კარგად წარმოვაგინოს სამგანზომილებიანი სივრცული ფიგურა სიბრტყეზე, მაგრამ ნუ იცით რომ რადგან ეს არის კუბი, გახსოვთ, ეს იყო კუბი და აქ მხოლოდ სიმაღლე გაიწელა, ეს კუთხე, ასევე ეს კუთხე და ესეც არის ყველა 90 გრადუსი. შესაბამისად, რადგან 90 გრადუსიანი კუთხეა, აი ამ სამკუთხედის ფართობი იქნება ორი კათეტის ნამრავლი გაყოფილი 2-ზე. შესაბამისად, A გაყოფილი 2-ზე. ხოლო აი ამის ფართობი იქნება A კვადრატი გაყოფილი 2-ზე. აი მოდით ახლა ფუძეების ფართობები შევადაროთ ერთმანეთთან. მოდი აი აქ დავწეროთ. ესე იგი, მოდი ეს იყოს S1, ეს იყოს S2. S1, S2 გამოდის A-ში გაყოფილი 2-ზე გაყოფილი A კვადრატი გაყოფილი 2-ზე, იკვეცება ორიანები, იკვეცება ერთ-ერთი A და რჩება A-ში გაყოფილი A-ზე. ესე იგი, თუ ჩვენ კავალერის პრინციპის მიხედვით, ხო, ეს ხომ თანაბარი სიმაღლეა, თანაბარი წიბოა. თუ ერთი და იგივე მანძილზე გავავლობთ პარალელურ სიბრტყეებს, ესე იგი, კვეთას გავაკეთებთ, შესაბამისად, აი ამ ორი კვეთის შეფარდებაც უნდა იყოს იგივე, რაც არის A-ში შეფარდებული A-სთან. აბა მოდით განვიხილოთ, ჯერა ესეთი წითელი კვეთა, ანუ A-ში კვეთა და A კვეთა, ეგრეთ წოდებული, რადგან A-ში პირამიდეს და A პირამიდეს ეკუთვნის. ეხლა ნახეთ, დავაკვირდეთ, თუ ეს სიგრძე არის K, აი ეს სიგრძე არის K, რადგან ეს მართკუთხედი არის უბრალოდ ეს სამკუთხედი არის მართკუთხა და ასევე ტოლფერდა, შესაბამისად ეს კუთხე იქნება 45 გრადუსი და ეს სიმაღლეც იქნება K. ანუ ჩვენ გვაქვს, აი აქ გვაქვს K. ეხლა რაც შეეხება აი ამ მონაკვეთს, რომელიც არის პარალელური აი ამ A წიბოსი. ამ მონაკვეთის სიმაღლე გამოდის K-A. უკაცრავად A-K იქნება. რამე თუ ნახეთ, ეს მონაკვეთი იქნება A-K და ეს გვერდი, რადგან სამკუთხედში არის გავლებული მისი ფუძის პარალელური მონაკვეთი, შესაბამისად იქნება პროპორცია. მოდით აი ამას x დავარქვათ, ესე იგი x-ი შეფარდებული A-სთან იქნება A-K შეფარდებული A-სთან. შესაბამისად ორივეში ნიშნელი არის ერთი და იგივე, შესაბამისად ეს მანძილი გამოდის A-K. და ფუძე ბუნებრივია არის A. ესე იგი ჩვენ ვიღებთ ტოლფერდა ტრაპეცია, უკაცრავად მართკუთხა ტრაპეციას, სადაც ერთი ფუძე არის A, მეორე არის A-K და სიმაღლე წარმოადგენს K-ს. ეხლა შევადაროთ ამ ტრაპეციას. ეს სიმაღლე, რადგან ეს არის K და ეს მონაკვეთი იქნება A-K, იგივე შეფარდება იქნება, იგივე მსგავსობა იქნება სამკუთხედების, ანუ ეს წითელი ზედა მონაკვეთი იქნება ასევე A-K. ეს მონაკვეთიც იქნება A, ანუ ხედავთ, რომ ფუძეები აი ამ წითელ ტრაპეციაში და ლურჯ ტრაპეციაში არის ერთი და იგივე. რაც შეეხება სიმაღლეს, ნახეთ, რადგან ესე იგი ჩვენ გვაქვს აი ამ შემთხვევაში, ხო? მსგავსი სამკუთხედი ამ დიდი სამკუთხედის, რომლის კათეტებია H და A, ხო? H და A, მაშინ ამის შეფარდება K-სთან იქნება ასევე HA. შესაბამისად ჩვენ გვექნება K გამრავლებული HA-ზე. აი ეს მონაკვეთი იქნება K გამრავლებული HA-ზე. ჩვენ ვიცით ტრაპეციის ფართობის ფორმულა გვახსოვს მე 9 კლასიდან, რომელიც უდრის ფუძეების ნამრავლის ფუძეების ჯამის ნახევარს, ანუ შუა ხაზს გამრავლებული სიმაღლეზე. ამ შემთხვევაში რა გამოდის წითელ და ლურჯ პირამიდის შემთხვევაში? წითელი პირამიდის შემთხვევაში გამოდის A + A-K გაყოფილი 2 და 2-ზე და გამრავლებული K-HA-ზე. ცოტა ადგილი გვაქვს, მაგრამ მე მგონი კარგად ჩანს. რასაც და მეორე იქნება იგივე ფუძეები A + A-K გაყოფილი 2-ზე და გამრავლებული ამჯერად უკვე სიმაღლეზე, რომელიც არის K. ეხლა ჩვენ რომ შევაფარდოთ ერთმანეთს, ადგილი აღარ გვაქვს, აი ეს SA-ში და SA. ნახეთ რომ შევაფარდოთ ერთმანეთს, ეს არის საერთო, ესე იგი ორივე ფუძე და რა თქმა უნდა ორივე 2-ზე იყოფა. აქაც არის K საერთო. შესაბამისად ნახე, ყველაფერი იკვეცება გარდა ამ A-ში. შესაბამისად ჩვენ გამოგვივა რომ შეფარდება აი ამ ორი ტრაპეციის, ხო? აი ამ ორი კვეთის არის იგივე შეფარდება, რაც არის
აი ამ ფუძეების შეფარდება უпростоრეთ აი ამ გვერდითი წიბოების. შესაბამისად, კავალერიის პრინციპით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მოცულობების პროპორცია ექნება იგივე აშ შეფარდებული ასთან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს შემდეგი რადგან ვიცით შეფარდება, შესაბამისად მოცულობების შეფარდება აშ პირამიდის და ა პირამიდის ასევე იქნება აში შეფარდებული ასთან. შესაბამისად, რომ გავიგოთ ახლა, ხო? აშ პირამიდის ფორმულა, მოდი VA ჩვენ V0-ით დავარქვით, ხო? მოდი V0-ზე გავამრავლოთ ეს ორივე მხარე იმისათვის, რომ გავიგოთ VA-ში და გამოგვდის, რომ VA-ში იქნება აში შეფარდებული ასთან გამრავლებული 1/3 a კუბი. ეხლა ნახეთ, 1a იკვეცება ერთ-ერთ ხარისხთან, შესაბამისად კვადრატი გამოდის და ჩვენ მივიღებთ ფართობს 1/3 a კვადრატ გამრავლებული a-ში. ესე იგი, კავალერიის პრინციპის ვაჩვენეთ, რომ ეს პირამიდის გვერდის გაწელვა a-ზე შესაბამისად, ანუ გამრავლება გვერდის a შეფარდებული a-ს კოეფიციენტზე, პირამიდის მოცულობასაც ზრდის a შეფარდებული a-ს კოეფიციენტით. კოეფიციენტ ჯერ, უпростоრეთ. აი ეხლა რომ ჩვენ გავწელოთ ასევე ჰორიზონტალურად ერთ-ერთი ქვედა წიბო, ანუ ფუძეზე მდებარე წიბო, აი A-დან გავაკეთოთ B. ჩვენ დავინახავთ, რომ ეხლა აი ამ ახალი პირამიდის მოცულობის შეფარდება, ესე იგი, აი უკვე B-ს შეფარდება V-აშთან იქნება B-აზე. შესაბამისად, V-აშის მოცულობა მრავლდება B შეფარდებულ A-ზე და გამოგვდის, რომ V-B იქნება BA გამრავლებული 1/3 a კვადრატ a-ში. შესაბამისად, კიდევ ერთი a იკვეცება ერთ a-სთან და ვიღებთ 1/3 AB გამრავლებული a-ზე. ამჟამად გამოდის, რომ პირამიდის მოცულობა არის 1/3 ფუძის ფართობი გამრავლებული სიმაღლეზე. ეს არის ამ კონკრეტულ პირამიდაზე, როდესაც ჩვენ გვაქვს მართკუთხედი, მაგრამ მართკუთხედის მაგივრად, რომ ჩვენ რო ნებისმიერი სხვა ან 4კუთხედი, ან 5კუთხედი, ან სხვა ესე იგი ბრტყელი ფიგურა წარმოვიდგინოთ, შეფარდება იქნება ერთი და იგივე, ანუ შეფარდების ფორმულა იმუშავებს და შესაბამისად პირამიდის მოცულობა არის 1/3 ფუძის მოცულობა გამრავლებული სიმაღლეზე. დღეს შეგვიძლია აი ამ თემით დავასრულოთ და შემდეგ გაკვეთილზე შევდგებით კონუსს და საკმაოდ ბევრ ამოცანას. თუმცა ერთი ამოცანა შეგვიძლია დღესაც განვიხილოთ. ჩვენ გვაქვს ამისი დრო. წესიერი ოთხკუთხა პირამიდის ფუძის პერიმეტრია 20, ხოლო პირამიდის სიმაღლე 9. ვიპოვოთ პირამიდის მოცულობა. მე მგონი არ გაგიჭირდებათ ამ ამოცანის გაკეთება, შემდეგი გაკვეთილს დავიწყებთ ამ ამოცანის განხილვით. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შემდეგ გაკვეთილამდე.